მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. ტრადიციულად 307 ნომერში ვატარებთ ხოლმე, მაგრამ დღეს გთხოვეს ფასების კომისია მუშაობს და აქ გადმოვედით. გვაქვს განსახილველი ორი საკითხი. იცით, რომ ყველა საკითხს ვიხილავთ ჩვენ, რაც აუდიტიდან მოდის. ამ ეტაპზე დღევანდელ დღეს გვაქვს ორი საკითხი. ეს პირველი არის საჯარო უწყებებში მილიონებების მართვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. ორი რეკომენდაცია არის გაცემული და მეორე არის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. 2022-24 წლებს გაცემულია 4 რეკომენდაცია. რომ გაგვიადვილდეს მუშაობა, ტრადიციულად მოგახსენებთ ვინ ესწრებას ხდომას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ქალბატონი სოფიო დვალიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე. ბატონი გიორგი კეკელიშვილი, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი. ქალბატონი ნანა ვაჩაძე, მთავარი აუდიტორი. ბატონი ბორის ჭედლიშვილი, წამყვანი აუდიტორი. საქართველოს ადმინისტრაციიდან, მთავრობის ადმინისტრაციიდან, ბატონი ილია შამოგია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან ბატონი გიორგი კაკაურიძე, მინისტრის პირველი მოადგილე. აქ ყველანი ისეთი ვართ, რომ დამატებით ინფორმაციაზე აღარ ვისაუბრებ, გადავიდეთ პირდაპირ საკითხის განხილვაზე. ქალბატონო სოფო, ვინ იქნება პირველ საკითხზე? დიახ, ორ სიტყვას თუ შეიძლება ვიტყვი ბატონობა და ესე იგი დღეს ორ ანგარიშს წარმოვადგენთ. პირველი, როგორც ბატონმა პატამ აღნიშნა, არის ბიუჯეტის დაგეგმვის ეფექტიანობის აუდიტი. ამ მიმართულებით ჩვენს კოლეგა ინსტიტუციებს სხვა ქვეყნებში ბევრი აუდიტი აქვს ჩატარებული. ჩვენთვის ეს გახლდათ პირველი აუდიტი. როგორც მოგეხსენებათ, ბიუჯეტის დაგეგმა ქვეყანაში საკმაოდ რეგულირებული, გამართული, ორგანიზებული პროცესია, თუმცა აუდიტით გამოვავლინეთ გარკვეული მიმართულებები, რომელსაც აქვს გაუმჯობესების პოტენციალი და სწორედ ამ მიმართულებით გავეცით რეკომენდაციები. აუდიტის ანგარიშის დამტკიცების შემდგომ რეკომენდაციების გარკვეული ნაწილის ფორმულირება ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით დაზუსტდა იმ მიზნით, რომ უკეთ მოხდეს რეკომენდაციების შესრულება. რაც შეეხება მეორე აუდიტს, მივლინებების მართვის აუდიტს, ეს აუდიტი გახდათ სისტემური აუდიტი, შევისწავლეთ 7 უწყების საქმიანობა მივლინებების მართვის თვალსაზრისით და აქაც გამოვლენილია გარკვეული ნაკლოვანებები, თუმცა უშუალოდ უწყებებზე რეკომენდაციების გაცემა არ მოხდა, ვინაიდან გარკვეული საკითხები საჭიროებს რეგულირებას და სწორედ ამ მიზნით რეკომენდაციები გაიცა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და ფინანსთა სამინისტროზე. პრეზენტაციებს წარმოგიდგენთ გიორგი კეკელიშვილი და შეგვიძლია დავიწყოთ. მადლობა. თუ რაიმე შეკითხვები, შენიშვნები არ არის, გისმენთ ბატონელი. მადლობა, მოგესალმებით. დავიწყებ საჯარო უწყებებში მივლინებების მართვის შესაბამისობის აუდიტით. აუდიტის ობიექტებად შევარჩიეთ 13 სახელმწიფო უწყება, ესენი იყო განათლების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური, საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, სოფლის მეურნეობის ლაბორატორია, მასწავლებელთა განვითარების ცენტრი, იუსტიციის სამინისტრო, სახალხო დამცველი, საჯარო რეესტრი, შესყიდვების სააგენტო, შეფასების და გამოცდების ცენტრი, ღვინის ეროვნული სააგენტო და სოფლის განვითარების სააგენტო. შესწავლის საგანი და პერიოდი იყო 2023 წლის 2022-23 წლების მივლინებების მართვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი. ზოგადი ინფორმაციის სახით ცხრილში წარმოდგენილი არის 22 და 23 წლებში ცენტრალური ბიუჯეტის ფარგლებში გაწეული მივლინების ხარჯები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. 2022 წელს სულ გაწეულია დაახლოებით 65 მილიონის ხარჯი, მათ შორის 28 მილიონი ქვეყნის შიგნით, 36 მილიონი ქვეყნის გარეთ. ხოლო 2023 წელს 94 მილიონი, მათ შორის 45 მილიონია დაახლოებით ქვეყნის შიგნით ხარჯი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების ხარჯია დაახლოებით 50 მილიონი. ჯამში 160 მილიონამდე თანხა შევამოწმეთ. მივლინების ხარჯება მოიცვა 2 წელში დაახლოებით 160 მილიონი.
ზოგადი ინფორმაციის სახით ჩვენს მიერ შემოწმებული უწყებების 2022 და 2023 წლებში ქვეყნის გარეთ მივლინებების სტატისტიკური მონაცემები გვაქვს ცხრილში წარმოდგენილი. მათ შორის საშუალოდ საზღვარგარეთ მივლინების საშუალო ფასები საშუალოდ რა დაუჯდათ მხარჯავ უწყებებს 13 ორგანიზაციას. მათ შორის ყველაზე მეტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუჯდა ერთი მივლინება, ხოლო ყველაზე იაფი დაუჯდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, რომელიც ცხრილში მოცემულია. შემდეგ ინფორმაციაზე უკვე გადავალ კონკრეტულ მიგნებებზე, სამივლინებო პროცესების მართვა, ესე იგი საჯარო სექტორში. მოხელის მივლინებით გაგზავნის პროცესი საჯარო უწყებებში ფორმალურად გამართულია და დოკუმენტაციის წარმოებაც ორგანიზებულად მიმდინარეობს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში გამოიკეთა გარკვეული ხარვეზები, რომლებიც ხელს უშლის მივლინების რეალური საჭიროების და ხარჯშეფექტურობის სრულფასოვან შეფასებას. ნაკლოვანებები მივლინებულ პირებზე სადღეღამისო ნორმების გაცემისას. რიგ შემთხვევებში სამივლინებო განაცხადებში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა მომწვევი მხარის მიერ წარმოდგენილ დღის წესრიგს, რაც შესაბამის უწყებებში კონტროლის მექანიზმების არასაკმარის ეფექტურობის ფონზე იწვევს სადღეღამისო ნორმების გაზრდილი მოცულობით გაცემას. შესაბამისად იზრდება საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიური ხარჯვის რისკი. სასტუმროში განთავსების ნორმების არარსებობა. ქვეყნის შიგნით განხორციელებული მივლინებების ფარგლებში სასტუმროში განთავსების მარეგულირებელი ჩარჩო არ არის დადგენილი. შედეგად საჯარო უწყებებს არ გააჩნიათ მკაფიო საორიენტაციო სტანდარტები განთავსების ხარჯების გონივრული ფარგლების განსაზღვრისთვის. მსგავსი საკანონმდებლო ხარვეზი საჯარო ფინანსების ეკონომიური და ეფექტური ხარჯვის პრინციპების გათვალისწინებით წარმოშობს საჯარო სახსრების არაეკონომიურად განკარგვის რისკებს. მაგალითის სახით მოცემული გვაქვს ქვეყნის შიგნით სასტუმროს ხარჯებზე გაწეული დანახარჯები და მათ შორის დიდი განსხვავებები. აი მაგალითისთვის იუსტიციის სამინისტროს თელავში დაახლოებით იგივე პერიოდი გვაქვს აღებული. სასტუმროს ხარჯი დაუჯდა 659 ლარი, ხოლო ღვინის ეროვნულ სააგენტოს 100 ლარი. აი ესეთი განსხვავებები გვაქვს ცხრილში მოცემული. რაც აი ძალიან დიდ სხვაობებს იწვევს ორ მხარჯავ უწყებას შორის, ხანდახან არის საკმაოდ დიდი განსხვავებები სასტუმროს ხარჯებში. მაგალითად, ხაშურში იუსტიციის სამინისტროს 690 ლარი დაუჯდა სასტუმროში განთავსება, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაახლოებით იმავე პერიოდში 85 ლარი. შემდეგ სასტუმროში განთავსების ნორმების არარსებობაზე კიდევ გვაქვს ერთი სტატისტიკური მონაცემი წარმოდგენილი, ესე იგი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2023 წელს 6 რეგიონში დადგენილი სასტუმროების საშუალო ღირებულება შევადარეთ ჩვენ მიერ შემოწმებული ორგანიზაციების მიერ ფაქტობრივ ხარჯებს. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს თბილისში სასტუმროს ღირებულება 208 ლარია განაზღაურებული, საქსტატის საშუალო ფასი თბილისში 134 ლარი იყო. მაგალითად, ქუთაისში სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას 520 ლარია განაზღაურებული სასტუმროში, როცა საშუალო ფასი 110 ლარი იყო და ასე შემდეგ. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს ბათუმში 892 ლარი აქვს სასტუმროში განაზღაურებული, საშუალო ფასი 191 ლარი იყო და ასე შემდეგ გვაქვს სტატისტიკურ მონაცემებთან შედარებული. შემდეგი ნაკლოვანებები ეხება ბილეთის, ავიაბილეთების შესყიდვის პროცესს. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ საჯარო სექტორში საზღვარგარეთ მივლინებისთვის ავიაბილეთების შესყიდვის პროცესისთვის დამახასიათებელია არასისტემური მიდგომები, რაც საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური განკარგვის შესაძლებლობას წარმოშობს. აქაც თვალსაჩინოებისთვის მოცემული გვაქვს ორი სხვადასხვა უწყების შედარება ერთი და იგივე მიმართულებით ბილეთების შეძენისას განსხვავებული ფასები. მაგალითად, სტოკჰოლმში დაახლოებით ერთი და იმავე პერიოდში ღვინის ეროვნულ სააგენტოს ავიაბილეთი შეძენილი აქვს 4118 ლარად, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2400 ლარად. სტამბულში მაგალითად 2500 ლარად და იმავე პერიოდში 1373 ლარად, ჟენევაში 4135 ლარად და 1700 ლარად და ასე შემდეგ გვაქვს განხილული რამდენიმე
მიმართულებით ბილეთის ფასებში მნიშვნელოვანი სხვაობების სხვადასხვა უწყებების მიერ. აღნიშნულის მიზეზად ფასებში ერთ-ერთ მიზეზად მივიჩნევთ ბილეთის შესყიდვის დროს, რაც უფრო ახლოსაა ფრენასთან ბილეთის შესყიდვა, მით უფრო მაღალია ჩვენი შეფასებით ავიაბილეთის ფასები. და ამის საილუსტრაციოდ წარმოდგენილი გვაქვს ასევე ცხრილი. მაგალითად, ლონდონში 5 დღით ადრე ბილეთი როცა შეიძინა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 1700 ლარი გადაიხადა, ხოლო 1 დღით ადრე როცა შეიძინა ფრენამდე 4000 ლარი გადაიხადა. მაგალითად, განათლების სამინისტრომ 1 დღით ადრე როცა შეიძინა ნიუ-იორკის მიმართულებით ფრენა 19000 ლარი გადაიხადა, ხოლო 20 დღით ადრე როცა შეიძინა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2400 ლარი გადაიხადა. 4 დღით ადრე შეძენილ ბილეთში სეულის მიმართულებით 11600 ლარია გადახდილი ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ და იმავე მიმართულებით 11 დღით ადრე როცა შეიძინა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2200 ლარი. ანუ ერთ-ერთ მიზეზად დროის ფაქტორი მოქმედებს ავიაბილეთის ფასზე, შეგვიძლია ესეც დავასკვნათ. აღნიშნულ მიგნებებზე გავეცით 2 რეკომენდაცია. ნომერი პირველი რეკომენდაცია. საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტურობის და გამჭვირვალობის გასაზრდელად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით შეიმუშაოს და დაამტკიცოს ქვეყნის შიგნით მივლინებისას სასტუმროში განთავსების ხარჯების მაქსიმალური ლიმიტები. აღნიშნული ლიმიტები მიზანშეწონილია იყოს დიფერენცირებული ქალაქების, რეგიონების და სეზონურობის მიხედვით. ასევე შესაძლებელია დიფერენცირება თანამდებობის რანგის შესაბამისად, რომელიც მიზანშეწონილია კონკრეტულ ციფრებში იყოს გამოხატული. ნომერი 2 რეკომენდაცია. ავიაბილეთების შესყიდვის პროცესის ეფექტიანობის გაზრდის და საბიუჯეტო სახსრების ეკონომიური განკარგვის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ განიხილოს ერთიანი ცენტრალიზებული მიდგომის შემუშავების საკითხი საჯარო სექტორში, რაც შესაძლებელს გახდის ავიაკომპანიებისგან მოცულობითი ფასდაკლებების მიღებას. მადლობა. მადლობთ გიორგი. მოусმინოთ ალბათ მერო ხარზე თუ შეკითხვები იქნება. ბატონო ილია, ბატონო გიორგი, რომელი გაცადავს? დიდი მადლობა. ამ საკითხზე მქონდა ჩვენ აუდიტის სამსახურთან სამუშაო შეხვედრა. ვიმსჯელეთ, ორივე საკითხი მნიშვნელოვანია, მათ შორის ხარჯების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, თუმცა დავიწყებ მეორე რეკომენდაციით, რასაც ორგანიზმის მივლინებას ეხება, მისაღებია რეკომენდაცია, რომელიც ეხება რომ ვიმსჯელოს მთავრობამ, თუმცა ამაზე ადრეს მქონდა ჩვენ შესყიდვების სააგენტოსთან ერთად, მთავრობასთან ერთად მუშაობდით, საკმაოდ რთულია. 2 მიზეზის გამო ერთიანი შესყიდვის განხორციელება, იმიტომ რომ შესყიდვის დროს წინასწარ არ ვიცით სახელი და გვარები, როდის მიდის და მით უმეტეს მეორე მიმართულება არის რეისები და თუ გვინდა ანუ რეისის ზუსტი დრო, რომელი რეისით შეიძლება წავიდეს ესე თუ ის თანამდებობის პირი, ან ძირითადი ხარჯები მაინც აქვს ნაწილობრივ სპორტულ ფედერაციებს, ანსამბლებს ასე შემდეგ, ანუ საკმაოდ დიდი მოცულობით აქ არის. ამაზე გავაგზავნებ შესყიდვების სააგენტოსთან ერთად მუშაობას, ჩვენც ვიქნებით ჩართული, თუმცა ის რომ აუცილებლად მივიღებთ შედეგს, ვერა, იმიტომ რომ იაფი თუ გვინდა რომ იაფად შევიძინოთ, წინასწარ უნდა იყოს ცნობილი როგორც რეისი, ასევე მივლინებაში წარსაგზავნილი პირი. შესაბამისად, ამ ინფორმაციის გარეშე მნიშვნელოვანი ფასდაკლებების მიღწევა, ვფიქრობ შეუძლებელი იქნება, თუმცა კიდევ ერთხელ რეკომენდაცია გასათვალისწინებელია, ჩვენ მზად ვართ შესყიდვების სააგენტოსთან ერთად მთავრობასთან ვიმუშაოთ ამ საკითხზე და ნახოთ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით ნორმების დაცვას, აქაც მქონდა საუბარი აუდიტის სამსახურთან, აქაც ვფიქრობთ, რომ იგივე ფორმულირება უნდა იყოს, ვიმსჯელებთ ჩვენ რა ინფორმაციას მაქსიმალურად შეიძლება გქონდეს სამინისტროს სისტემაში, ასევე უწყებებთან კოორდინაციით ამოვიღებთ, წარმოადგენთ მთავრობაზე სამსჯელოთ, თუმცა დამტკიცებით ფინანსთა სამინისტრო ვერ დაამტკიცებს, მთავრობის დოკუმენტია ეს და მთავრობამ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, აქაც მიუხედავად გარკვეული გამონაკლისებისა, რაც იყო მოხსენებაში საუბარი, ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად ნაკლები ხარჯი და ეფექტურობა მქონდეს ამ მიმართულებით. ამიტომ გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია კონკრეტული ნორმის დადგენამ გამოიწვიოს ერთის მხრივ უფრო მეტი ხარჯის გაწევა, ვინაიდან იმ ნორმასთან გახდება სწორება, ან მეორეს მხრივ შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში რიგი უწყებები, ვისაც ხშირი აქვს მივლინება და ყველაზე მეტი მოცულობა ამაში თუ გამოყოფთ არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, და ყველაზე მეტად მათ
ვუწევთ ქვეყნის შიგნით მივლინებები, აქაც რაიმე შეზღუდვა არ უნდა ქონდეს. ამიტომ აქაც ვფიქრობ, რომ პირველ შემთხვევაში რეკომენდაცია უნდა იყოს თავრობაზე იმსჯელოს ამ საკითხზე, ჩვენ ავიტან სრულყოფილ ინფორმაციას და შემდგომში რაც უკეთესი იქნება იმისთვის, რომ მეტი ეფექტურობა მივაღწიოთ, იმის მიხედვით უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. დიდი მადლობა. ხომ არ დამატებთ რამეს ბატონო? მადლობა მოგესალმებით. ჩვენც რა ვიცი, ვერთდებით ამ რეკომენდაციებს თავისთავად, ვიმუშავებთ ფინანსთა სამინისტროსთან, პარლამენტთან ერთად, ყველასთან ვინც ჩართულია ამ მიმართულებით და ვესალმებით იმ ერთიანი მიდგომა რომ იყოს ავიაბილეთების მიმართულებით, სასტუმროების მიმართულებით და დანარჩენ რეკომენდაციებს აუდიტთან ერთად გავითვალისწინებთ და ასევე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. თავრობა აქტიურად იქნება ჩართული ამ პროცესში. მადლობა, შეკითხვები ხომ არ არის? კიდე მე მეცხრა. მოგესალმებით. მე აუდიტის სამსახურთან მექნება კითხვა. თქვენ ახსენეთ, რომ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს რაღაც საშუალო ფასი აქვს გამოყვანილი ნომრების ღირებულების ქვეყანაში, ხო? და ამაზე მაღალ თანხას იხდიან საჯარო დაწესებულებები. მე ცოტა რთულად წარმომიდგენია, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მივლინებები ცოტა რთული საკონტროლოა. აქ როგორც ბატონმა გიორგიმ ისაუბრა, რაღაცა ზედაზღვარი ხო არ იქნება დასაწესებელი, რომლის იქითაც უკვე აღარ ექნებათ უფლება, თქვათ, საჯარო დაწესებულებებს ერთ კონკრეტულ ნომერში თანხის გადახდის რა. სხვანაირად ეხა მით უმეტეს ტურიზმი ყოველდღე ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. ეს ფასის მატება გარკვეულწილად ადგილების არსებობაზეა, ხო და შეიძლება ეხა მოგვინდეს ქუთაისში წასვლა, გქონდეს გათვლა რაღაც დაბალბიუჯეტიან სასტუმროზე, მაგრამ დაკავებული იყოს და მოგვიწევს დიდი თანხის გადახდა. ანუ აი ეს გარემო ფაქტორები, ჩემი აზრით, გასათვალისწინებელია. ცოტა რთულად წარმომიდგენია ამ ყველაფრის კონტროლი რა. მეც დავსვამ შეკითხვას. იცით, ჩემთვის დამაკმაყოფილებელია, გასაგებია, რეკომენდაციები გაცემულია, თქვენ მზად ხართ იმუშაოთ ამ რეკომენდაციის შესასრულებლად. უბრალოდ მეც შეკითხვები მაქვს ნახეთ სასტუმროებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს არ ვიცი მთავრობის დადგენილებით არის თუ რა საკანონმდებლო აქტით, მაგრამ კვებაზე ხო გვაქვს დადგენილი ფასები, რომელსაც ყველა ასრულებს, ეთანხმება თუ არ ეთანხმება. ბევრია თუ ცოტა არის. საზღვარგარეთ საზღვარგარეთ იყოს გინდა და ბევრ სხვა რამეზეა დადგენილი ეს ფასები და იგივე სასტუმროზედაც შეიძლება დიფერენცია მოხდეს აქ მაინტერესებდა თუ იტყოდა და თქვა თანამდებობებიდან გამომდინარე ადგილზე და გამომდინარე შეიძლება მოხდეს ამის დიფერენცია თქვა სამი კატეგორია და შეიძლება ისიც ჩაიწეროს კიდევ რომ მინისტრს კონდეს უფლება განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება ვინერ ადგილზე აგზავნი რომ იქ მეტი ღირს რომ მიიღოს გადაწყვეტილება უფრო მეტი მაგრამ რაღაც ალბათ დასარეგულირებელი არ არის ესიც ნამდვილად არ ივარგებს სადღაც 80 ხთიან და სადღაც 500 მე ამას ვამბობ მე კონკრეტული რეცეპტი არ მაქვს მაგრამ აი თავში მომივიდა როცა საუბრობდნენ რომ რაღაც დარეგულირება უნდა მოხდეს თუ სხვა რამის ხდება რაც შეეხება ავიაბილეთებს მე მასკა რომ ასე იყოს უბრალოდ გიყვებით რომ რა შეიძლება მოხდეს ავიაბილეთებს ბატონო გიორგი რატო თქვათ მაინდა-მაინც რეისი უნდა ვიცოდე და სახელი და გვარი აი თუ შეიძლება ამნაირი მაგალითად რომ არის კომპანიები რომლებიც ამაზე მუშაობს და ძალიან ბევრი არიან დიდი კომპანიებიც ყველაფერი გამოცხადდეს ტენდერი და რაღაცას მიიღებს მაგალითად რაღაც საშუალო ფასი რა არის ამ ბილეთის ან კომპანია თქვათ თურქული თუ საქართველოს რაღაცა ვიპოვოთ და თქვათ ვინც ნაკლებ 10%-ს გააკეთებს ფასდაკლებას ვიღაცა 800-ს, ვიღაცა 12-ს მაქსიმალურს რა ვინც გააკეთებს იმას მივცეთ და ამის შემდეგ რა ბილეთიც არ უნდა აიღოს, ვინც არ უნდა აიღოს, ვიცით საშუალო ფასი და იმას გამოაგდება ეს პროცენტი და ნახ მე ზოგადად ვამბობ რა რაღაცა რომ ავიღოთ რა ბატონო ხო ვარიანტია რომ იქ საერთოდ არ შეიწეროს არც სახელი და გვარი არც მიმართულება რამდენი კომპანია ოპერირებს ბოლო-ბოლო თურქულია ძირითადად ქართული და რა ჩავონათვალი იქნება 7-8 ხო არ იქნება თუნდაც იმათზე გავაკეთოთ რომ რაღაც საშუალო ეს კომპანიები დაუკავშირდებიან გაარკვევენ რაღაც საშუალო ფასს თუ რამე ცვლილება იქნება ცვლილებაც შეიძლება შევიტანოთ და ფასდაკლებას ვინც გააკეთებს მე იმასთან მქონდეს იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრი გამოვა ახლა იმას რა თქმა უნდა მოყვებით რომ ხანდახან არის რომ სასწრაფოდ არის გასაგზავნი ვინმე და მაგაც ვერაფერს ვერ იზამხლ ერთი დღე უფრო ძვირი ღირს ვიდრე ერთი კვირით თუ მეტით მაგას ვერავინ ვერ მაგრამ
თუ ჩვენ გვექნება გამარჯვებული კომპანია, როგორც მაგალითად ბენზინის შემთხვევაში არის ან სხვა რამე, ის ავტომატურად დააკლებს. მე აქაც არ ვამბობ გინდა თუ რასე უნდა იყოს, მაგრამ უბრალოდ ალბათ ამ კუთხით მუშაობა არ იქნება ცუდი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ვარიანტად თქვი. კარგი, გთხოვთ, ორივე შეკითხვა. მოდიში ბატონი ბეჟანი. მოგესალმებით კოლეგებო, მოგესალმებით სტუმრებო. გასაგებია რომ რთულია ფასებთან მიმართება განსაზღვრო ფრენების დროს. მართლაც შეიძლება ადამიანმა რაც არ უნდა იყოს, რომელიც წარმოებაც არ უნდა იყოს, რომელიც უწყებაც, მან წინასწარ გასვლა არის ხოლმე ასეთი ფორს-მაჟორები, რომ დღეს უნდა გაფრინდეს და გაიგებს დღეს. მაგრამ ამის დარეგულირებად, თქვა ჩემმა კოლეგებმა, ამითაც შეიძლება, მაგრამ მე შიდა ქვეყანაში მივლინების თემაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რამადანაც აქ 100 და 600 ლარს შორის იყო, ერთში იყო ერთ და იგივე პერიოდში 100 ლარი დახარჯული ხარჯი გაწეული სასტუმროში, მეორეზე იყო 600 ლარი. ეს წარმოუდგენელია ხა ნებისმიერ საქართველოს რომელ კუთხეში 600 ლარი დღეში წარმოუდგენელია ამ თანხის დახარჯვა. ამიტომ ჩვენ როგორც ვიცი გვაქვს ნორმები, რომელიც მივლინებაში ამა თუ ქვეყანაში საზღვარგარეთ და ქვეყანის შიგნითაც არის გარკვეული თანხა დაწესებული. თუ იმის ზემდგომ იმის ზევით რაღაც თანხები იხარჯება, ამას უნდა გქონდეს განსაკუთრებული დასაბუთება და ეს კანონში უნდა იყოს, რომ შესაძლებელია, ოღონდ მას უნდა მოხდეს რაღაც გარკვეული დასაბუთება იმისა, რომ ეს აუცილებელი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ყველასთან ერთი და იგივე თანხა. არ არსებობს ახლა რეგიონის რომ სადღაც იყოს რაღაც დიდი სხვაობა იყოს მათ შორის. რა ჩვენ ამით ვუშაობთ, როგორც ვიცით, მივლინებაში რომ მივდივარ, ჩვენ გვაძლევა რაღაც გარკვეულ თანხას. იმის შემდეგ ახლა უნდა იკმარო ის თანხა, თუ რაღაც გადასახედია, კანონი უნდა ითვალისწინებდეს, რომ ამის მონიტორინგი უნდა არსებობდეს და შესაძლებელი იყოს მისი ან გაზდა, ან შემცირება, წინააღმდეგ შემთხვევაში რაღაც უნდა იყოს დაწესებული. იმის ზევით კიდევ ასე 100 და 600 შორის არის 6 დიდია თანხა, ხო? ამას ასე ის როგორ მოუნდება, ისე არ უნდა დახარჯოს. ამიტომ ამ მიმართებაში სამუშაოა მთავრობასთან, რომ შემუშავებული იყოს ერთიანი კონცეფცია თუ როგორ უნდა გასწორდეს ეს მიმართულება, მიგნებები სწორია, მაგრამ ეს მიგნებები უნდა იყოს სწრაფად გამოსწორებული, რომ უზარმაზარი თანხებია, რომელიც მივლინებაში იხარჯება და ჩავხედეთ და აღმოჩნდა, რომ ეს ფასდასხვაობები საშუალოსა და მაღალ შორის ძალიან დიდია. და რო გადაამრავლო დაახლოებით და გამოიყვანო ის სტატისტიკა, რაც შეიძლება გაურკვეველი თანხებს შეიყოს, კითხვი ასე პირობითად რო ვთქვა, ძალიან დიდი თანხა იქნება. ამიტომ ეს სასწრაფოდ არის მისაღები და სასწრაფოდ გადასაწყვეტი. კარგით, ჩვენ შევთანხმდით, რომ მთავრობამ ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ იმუშავებს ამაზე, უბრალოდ ჩვენ გამოვთქვათ ჩვენ სურვილებს და წინადადებებს, რაზე იყო საუბარი. გთხოვთ ბატონო. ორი წუთით ვიტყვი თუ შეიძლება, რაზედაც შევთანხმდით, რომ შეიძლება და უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხზე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, საკუთრებნა ჩვენი მხრიდანაც და მთავრობის მხრიდანაც არის ქვეყნის შიგნით ჩვენ ქვეყნის გარეთ ნორმები დადგენილი გვაქვს, სასტუმროების ნორმები, ქვეყნის შიგნით ეს ნორმები არ არის დადგენილი და სწორედ ამას გულისხმობთ ახლა ყველაზე დიდი წილი ქვეყნის შიგნით მივლინებების არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჩვენ ახსენა მოხსენებაში რომ იყო 85 ლარიანი შემთხვევაში და 600 ლარიანი. გასაგებია რომ 600 ლარიანი ცოტა ამოვარდნილი და არა ეფექტური ჩანს, თუმცა ეს შიდა აუდიტის სისტემა მუშაობს, აუდიტის სამსახური მუშაობს და ალბათ ესეთი გამონაკლისები დამატებით შესწავლის საგანიც უნდა იყოს, თუმცა ჩვენ თუ აი პირობითად ამ შემთხვევაში განსაზღვრავდით 200 ლარს პირობითად, ხო? რაღაცა ხო, პირობითად ხაშურში 200 ლარი იქნებოდა განსაზღვრული. ჩვენ მივიღებდით, რომ 85 ლარიანი ნომრები არ იქნებოდა. როგორც კი სასტუმროს დაჯავშნა მოხდებოდა სახელმწიფო უწყების მიერ, იქნებოდა 200 ლართან ახლოს ეს ნომერი. შეიძლება ამით მივიღოთ ფასების ზდაც და ამიტომ სამსჯელოა, ჩვენ ხო საერთაშორისო დონეზე არ ვართ, ეს დადგენილება არის შიდა ნორმა და იმოქმედებს ყველა სასტუმროს ეცოდინება რა გადაიხდის საჯარო უწყება, როდესაც უკეთებს და შესაძლებელია საერთო ჯამში უფრო მეტი ხარჯი გავწიოთ, ვიდრე დღეს ვწევთ. ამიტომ ამას უნდა შევხედოთ, ვიმსჯელოთ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება, თორე ზოგადად რომ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა თანხმდებით. იგივე ქვეყნის გარეთ მივლინებებზეც მაგ მიმართულებით გვაქვს ნამუშევარი, მე არ გამორიცხავ, რომ შესაძლებელი იყოს მსხვილ კომპანიებთან მსგავსი შეთანხმების მიღწევა, თუმცა რამდენიმე მცდელობა რა ბატონო
ხო, ტენდერი, თუმცა ბევრი ოპერატორი არ არის, რომელიც ბევრგან დაფრინავს, ანუ ჩვენ გვჭირდება ესეთი ოპერატორი, რომელსაც არ არის რამდენიმე რეისი აქვს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, დიდი მოცულობის რეისები აქვს. ესეთი ცოტა ოპერატორია დღეს საქართველოში და საბოლოო ჯამში ბატონო გიორგი, მე არ გულისხმობ თქვა აირზენას და იმას. ხო არის შედიხარ და სადაც გინდა იქ აიღე ბილეთს. ხო, ეგ უკვე ოპერატორი, მაშინ ტურისტული ოპერატორებზე გადავდივართ უკვე და ტურისტულზე გადავდივართ, იქ უკვე მოთხოვნა სახელი და გვარი და რეისის ნომერი, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში როცა სახელი და გვარი და რეისი ტყიდულობთ 2 კვირით ან 3 კვირით ადრე, გაცილებით იაფია ვიდრე ერთიანად რომ მოთხოვო რომ მომეცით ფასდაკლება. შეიძლება დაველაპარაკოთ რომ არ ჭირდება. შეიძლება ერთი ტენდერი გამოვაცხოთ და ნახოთ რა ფასებს მივიღებთ, შევადაროთ ეს ფასები არსებულ რეალობას იგივე გასულ წელს რა ფასები იყო ამავე რეისებზე და მაგის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება. ერთ სიტყვით ვიმუშაოთ მაგ თემას. მაგაზე მოვყვებით რომ ვიმუშაოთ. ტურისტული კომპანიები, როგორც მე ვიცი, წინასწარ შეწყვეტებს აკეთებენ და შემდეგ ყიდიან. ამიტომ ამ მიმართულებით ეხლა რომ ავიღოთ ის თანხები, რაც წინასწარ და პირდაპირ ერთ დღეში რო ყიდულობ და 5 დღის წინათ იყიდე, ძალიან დიდია, ფასაცხოვრის სხვაობა ძალიან დიდია. ამიტომ ჩვენ გვირჩევნია საშუალო თანხა გადაუხადოთ ართმეტიკული საშუალო რაღაც საშუალო გამოვიყვანოთ, დაუშვათ ერთი იყო 2000 და 19000 ლარი იყო სადღაც და 5 დღით ადრე 2000. ნუ უზარმაზარი სხვაობა. აქედან რაღაც ლოგიკურად შეიძლება შევთანხმდეთ ტურისტულ კომპანიებთან, რომ ჩვენთვის ყოველთვის ექნებათ ბილეთი და ის ფასები გარკვეულწილად დარეგულირდეს. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ძალიან ხა 2000, 19000, 10-ჯერ დიდია თანხა. ამიტომ რაღაც ტენდერის მაგვარი ამ კომპანიებთან შეიძლება მოახერხოთ. ნუ სამუშაოა რა თქმა უნდა, ხა მე აქსიომას არ ვამბობ, რომ ასე გინდა თუ არა ასე უნდა იყოს, მაგრამ ამ მიმართულებითაც უნდა ვიმსჯელო და საშუალო გამოვიყვანოთ ისეთი, რომელიც ორივესთვის მისაღები იქნება. არ ჩვენი ქვეყანა ბიუჯეტი დაზარალდება და ის საქმე გაფუჭდება, რომლისთვისაც ის მიფრინავს იმ ქვეყანას. კარგი, მადლობა. ესე ბატონო გიორგის 80 ლარი და ეს სასტუმროზე რო ვთქვით. ალბათ მარტო ეკონომიაც არ არის. შეიძლება ავიღოთ ისეთი, რომელიც ნორმალურ პირობებში იცხოვროს ადამიანმა და თქვათ ძალიან იაფიც არ იყოს, რომ რაღაც წარმოუდგენლად ეს ჩვენი თანამშრომლები არიან და მათაც ჭირდებათ ნორმალური პირობები. კარგი, მადლობა. აქ ჩავთვალოთ, რომ არის შეთანხმება ამ საკითხზე მუშაობის და დანარჩენის შემდეგ მივიღებთ ინფორმაციას თუ რა ხდება. გადავიდეთ მეორე საკითხზე. ქალბატონო სოფო, მეორე საკითხი. იგივე გიორგი? კარგი, გთხოვთ გიორგი. მადლობა. მეორე საკითხი შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეფექტიანობის აუდიტს. აუდიტის ობიექტს წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის სათანადოდ გაანალიზების მიზნით კი გამოვიყენეთ ქვემოთ ჩამოთვლილი უწყებებთან დაკავშირებული ინფორმაციები. ეს იყო მთავრობის ადმინისტრაცია, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს განათლების სამინისტრო, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. შესწავლის საგანი იყო სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის 2022-2024 წლების ეფექტიანობის აუდიტი. პირველი საკითხი შეეხებოდა საქართველოს განვითარების სტრატეგიის მიმდინარეობის პროცესის ბიუჯეტთან თავსებადობას. ზოგიერთ სამინისტროს შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტით დაგეგმილი აქტივობები არ იყო თანხვედრაში სტრატეგიული და სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებულ აქტივობებთან. ფინანსთა სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი სხვადასხვა უწყებების სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შედგენასა და შემდგომ მონიტორინგზე, თუმცა მისი როლი მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დაგეგმვასა და კოორდინაციის უზრუნველყოფაში. სტრატეგიებთან და სამოქმედო გეგმებთან შესაბამისობასა და გამოვლენილი გარემოებების მომავალ ბიუჯეტში გათვალისწინებაში. ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტების, სამოქმედო გეგმების, პრიორიტეტების, მიზნებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის მაქსიმალური თავსებადობის უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს სამთავრობო პოლიტიკის სამიზნე მაჩვენებლების დროულად და უფრო ეფექტიანად მიღწევას. შემდეგი საკითხი შეეხებოდა პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვას. ზოგიერთ სამინისტროს შემთხვევაში არ იყო შემუშავებული პროგრამებისა და ქვეპროგრამებისთვის გაზომვადი ინდიკატორები. შედეგად რთული იყო შეფასება, რამდენად დროულად სრულდება ქვეყნის განვითარების შესაბამისი მიზნები და ამოცანები.
სხვა შემთხვევებში მიზნობრივი მაჩვენებლები არ სრულდება ან აქვს დაბალი შესრულების მაჩვენებელი, ხოლო დაგეგმილ და მიღწეულ საბოლოო შედეგებს შორის არსებულ განსხვავებებზე არ არის მოცემული სათანადო განმარტებები და პროცენტული გაანგარიშებები. ზემოაღნიშნული ნაკლოვანებების საპასუხოდ ფინანსთა სამინისტროს დებულებით განსაზღვრული ფუნქცია, რომელიც ითვალისწინებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროგრამების ეფექტიანობის შეფასებასა და რეკომენდაციების მომზადებას, საჭიროებს უფრო მეტ გააქტიურებას. საინვესტიციო და კაპიტალურ პროექტებს შეეხებოდა შემდეგი მიგნება. ზოგიერთი სამინისტროს შემთხვევაში გამოვლინდა, რომ კაპიტალური პროექტების განხორციელება ხშირად მიმდინარეობდა დაგვიანებით, ხოლო სხვა შემთხვევებში პროექტით გათვალისწინებული თანხების ათვისება მნიშვნელოვნად აჭარბებდა წლის ბიუჯეტით დაგეგმილ მოცულობას. საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგია ითვალისწინებს კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადებას, სადაც ასახული იქნება ინფორმაცია პროექტების დაწყების და დასრულების სავარაუდო თარიღის, შესრულებული სამუშაოების პროცენტული მაჩვენებლის, დაფინანსების, დაგეგმილი ბიუჯეტისა და გაწეული ხარჯის შესახებ. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ მსგავსი ანგარიშგების მომზადება და ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენა არ მომხდარა, რაც მიუთითებს მონიტორინგის ნაკლოვანებებზე. შემდეგი საკითხი განვიხილეთ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები ბიუჯეტში. საჯარო ფინანსების მართვის დოკუმენტით 9 ინდიკატორის საფუძველზე შეფასდა საქართველოს საჯარო ფინანსების მართვა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ჭრილში. შედეგების მიხედვით აღნიშნული საკითხი საწყის ეტაპზეა და საჭიროებს შესაბამისი უწყებების მხრიდან თანმიმდევრულ და მიზანმიმართულ აქტივობებს. არსებულ მდგომარეობით სამინისტროები ახორციელებენ მხოლოდ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების პროგრამებთან და ქვეპროგრამებთან კავშირების იდენტიფიცირებას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ პროგრამაში იბაჯეტში. გავეცით 4 რეკომენდაცია. პირველი ამ მიგნებებზე, პირველი რეკომენდაცია ქვეყნის განვითარების სტრატეგიული მიზნების, მთავრობის სამოქმედო გეგმებისა და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის უფრო ეფექტიანად განხორციელების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად იმსჯელოს ბიუჯეტის და მთავრობის სამოქმედო გეგმების მაქსიმალურად თანხვედრის უზრუნველყოფაზე, შესაბამისი აქტივობების განხორციელებაზე. სამინისტროებს გაუწიოს რეკომენდაციები ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში გაითვალისწინონ მთავრობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის შედეგები და შეფასებები. ნომერი 2 რეკომენდაცია ქვეყნის განვითარების მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად განსაზღვრული საბიუჯეტო სახსრების უფრო ეფექტიანად დაგეგმვის ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტრომ გააძლიეროს აქტივობები პროგრამების ეფექტიანობის შეფასების შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებისა და მიღებული შედეგების შემდგომი წლების ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე გასათვალისწინებლად. ნომერი 3 რეკომენდაცია კაპიტალური პროექტების უფრო ეფექტიანად დაგეგმვის ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია ფინანსთა სამინისტრომ მეთოდოლოგიის შესაბამისად სრულყოფილად განახორციელოს ინვესტიციების მართვა, რომელიც უზრუნველყოფს პროექტების ზედამხედველობას მათი შესრულების ყველა ეტაპზე, პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებას და შესაბამისი ღონისძიებების დროულად გატარებას. ნომერი 4 რეკომენდაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ასპექტების საჯარო ფინანსების მართვის პროცესში გათვალისწინების მიზნით უზრუნველყოს სექტორულ სამინისტროებთან კოორდინირებული მუშაობის გაძლიერება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების საშუალოვადიან სამოქმედო გეგმებში, საბიუჯეტო პროგრამებსა და შეფასების ინდიკატორებში ასახვის მიზნით. მადლობა. მადლობთ, გიორგი. თქვენ და რომელი პასუხის? ბატონო გიორგი, გთხოვთ. დიდი მადლობა. ეს საკითხებია, რომელიც დამატებითი შეხვედრაც გქონდა, ვიბრძოლეთ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტრო მუშაობს. თუმცა ვთქვათ, რომ ყველა სამინისტრო თანაბრად მოყვება და ვიღებთ იმ შედეგს, რა შედეგიც გვინდა რომ იყოს, ცოტა რთული სათქმელია. დავიწყებ პირველი რეკომენდაციით, რომელიც ეხება სამოქმედო გეგმების და ბიუჯეტის თანხვედრას. ეს კანონის ვალდებულებაც აქვს სამინისტროებს, რომ ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მათი სამოქმედო გეგმები უნდა იყოს შესაბამისობაში ბიუჯეტთან. ამიტომ ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ აუდიტის სამსახურთანაც და პირველ რიგში ვფიქრობ, რომ რეკომენდაციები უნდა იყოს სამინისტროებზე, რომ ამას მაქსიმალურად ყურადღება მიაქციონ. კი, ჩვენ ვითხოვთ ამას ვაკეთებთ ფორმები ითვალისწინებს ამ ყველაფერს, თუმცა ყველა უწყება ერთნაირად არ მუშაობს ამ მიმართულებით, ზოგს სხვადასხვა გამოწვევები აქვს.
ამ კუთხით ამიტომ ესეთი რეკომენდაციაზე შევთანხმდით, რომელიც უფრო შესრულებადია და შინაარსობრივად უფრო სწორი იქნება, რომ რეკომენდაციები გაიცეს უწყებებზე, სამინისტროებზე და ჩვენ უკვე მომდევნო წლის BDD-ის დადგენილებაში, სადაც გაწერილია BDD-ის საშუალებადიანი სამოქმედო გეგმების მომზადების ეტაპები, ვადები, იქ გაიწეროს, რომ დამატებით რა ინფორმაცია უნდა გააკეთონ და რა უნდა უზრუნველყოს სამინისტროება. იგივე დანარჩენ რეკომენდაციებზეც, მათ შორის კაპიტალურ პროექტებზე და პროგრამების ეფექტიანობაზე, ასევე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობაზე, აქაც ძირითადი რეკომენდაციების ნაწილი უნდა იყოს სამინისტროებზე, ვფიქრობ, ვინაიდან ფორმა აძლევს საშუალებას ვითხოვთ ამ ინფორმაციას, მაგრამ ფინანსთა სამინისტრო დამეთანხმებით, რომ ვერ დაწერს ყველა პროგრამაზე ქალის და მამაკაცის თანასწორობის ასპექტებს ამა თუ იმ პროგრამის მიმართულებით. ეს არის შესაბამისი უწყების, შესაბამისი პოლიტიკის განმახორციელებელი უწყების დასაწერი და ჩვენ შეიძლება გარკვეული მოსაზრებები შევიტანოთ, რაღაცა დავაკორექტიროთ, მაგრამ სრულყოფილად ჩვენი მხრიდან ამის დაწერა ვფიქრობ შეუძლებელი იქნება. ამიტომ აქაც რეკომენდაციები ჩვენთან ერთად ალბათ სამინისტროებს უნდა გქონდეთ და შესაბამისად ერთობლივად ვიმუშაოთ, რომ ეს დოკუმენტები კიდევ უფრო მაღალ ხარისხზე ავიყვანოთ. დიდი მადლობა. მადლობთ, შეკითხვები. მე მაქვს ბატონო გიორგი, სამინისტროებს ჩვენ გავუგზავნით, ჩვენ ხო ვაგზავნით, არ არის პრობლემა, მაგრამ იქ ხარჯველები ხო არა მარტო სამინისტროები არიან, უწყებები არიან და როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა განისაზღვროს, ვინ უნდა იყოს მიღები ამის. ერთი და მეორე, ბატონო ილია, მთავრობის ჩართულობაც ერთია გაგზავნა, მაგრამ ვიღაცა მთავრობიდან უნდა მიაქციოს ყურადღება. ანუ ძალიან მარტივ რაღაცაზეა საუბარი. დეკემბერში იღება სამოქმედო გეგმა, დეკემბერში იღება ბიუჯეტი. ერთმანეთისგან განსხვავდება. არა ლოგიკურია, შეიძლება რამეს კი არაფერს აფუჭებს, მაგრამ უბრალოდ სულ არ მივიღოთ ის ჯობია მაშინ. ბიუჯეტი არა, სამოქმედო გეგმა. ბიუჯეტი ვერ მივიღოთ არ გავ. კი ბატონო, რაც შეეხება სხვა უწყებებს, ძირითადად სამოქმედო გეგმებს რაც შეეხება და მათ შორის პროგრამების განხორციელებას 99% შემთხვევაში არიან სამინისტროები, ანუ ხარჯავით დაწესებულებები რიგითი, ანუ რომელიც სამინისტროების ქვეშ არ არიან, ისინი მნიშვნელოვანი პროგრამების განმახორციელებელი და არც დიდი სამოქმედო გეგმები არ აქვს, თუმცა ჩვენ ესეთ რაღაცაზე შეგვიძლია შევთანხმდეთ, რომ თქვენი რეკომენდაციები იყოს უწყებებზე და ეს უწყებებმა იცოდნენ, რომ მათი გასაკეთებელია და არ არის ფინანსთა სამინისტროს გულისთვის არ აკეთებენ ამას, ეს არის მათი საქმიანობის ნაწილი და ეს რეკომენდაცია იყოს და ჩვენ ამავდროულად 2028-31 წლების BDD-ის დოკუმენტს რო შევიმუშავებთ, რომელიც 1 მარტამდე ყოველწლიურად დგინდება, იქ ჩავწერთ ამ რეკომენდაციის შესაბამისად, რომელმა უწყებამ დამატებით რა უნდა გააკეთოს და იქ ხარჯავით დაწესებულებებიც არის და მუნიციპალიტეტებიც არის მათ შემთხვევაში უკვე და აქ უკვე შეგვიძლია რომ ეს რეგულაცია შემოვიტანოთ იმ დოკუმენტში დამატებით. მიუხედავად იმისა, რომ კანონისფერი ვალდებულებები არსებობს ამაზე. გასაგები. მაშინ გალბატონო სოფო, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, მაგრამ თქვენ შესწავლილი გაქვთ, აი ეს უწყებები სამინისტროების გარდა, რომელსაც შეიძლება შეეხოს და მნიშვნელოვანია, რომ რეალურად აცდენილია ამ სიტუაციას, იქნებ მოგვაწოდოთ ერთობლივად თქვენც მიწერეთ და ჩვენც მიწერთ. ასე შევთანხმდეთ მაშინ. კარგი, სხვა შეკითხვა შენიშნა თუ არ არის, მაშინ ამით დავასრულოთ. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისათვის, მუშაობისათვის. მადლობა.